გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე. დღეს ბევრი ბიზნესი, რა თქმა უნდა, რთულ სიტუაციაშია. ბუნებრივია, სანქციები ნეგატიურად აისახება ინვესტიციებზე. მე ვიქნები გულწრფელი და არ დავიწყებ მის მტკიცებას, რომ ჩვენი გუნდის წევრის, ვახტანგ გომელაურის დასანქცირება არაა დამაზიანებელი. ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის შემლახველი და სამწუხარო ფაქტია. არ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადებები რომელიმე თავისუფალ ბიზნესმენს ან ექსპერტს ეკუთვნის. ამ შინაარსის განცხადებები ოცნების მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მსხვილ ბიზნესთან ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა, მაგრამ ახალი არჩევნების საჭიროებას ის მაინც ვერ ხედავს. ლევან დავითაშვილს გუშინაც და დღესაც რამდენჯერმე მოვუსმინე და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელი ცნობილი ფრაზა გამახსენდა ასფალტი ვჭამოთ. ოღონდ ამ შემთხვევაში გულწრფელობა ვჭამოთ, ასე გვიწევს, რადგან ოცნებას არ აქვს პოლიტიკური დეესკალაციის თავისი ვერსია გარდა 20 იანვრისა, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი იქნება კარგად. რაც შეეხება ბიზნესის ხედვას. მსხვილი ბიზნესის რა ნაწილს მიაჩნია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზა და ახალი არჩევნები და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლება და რა ნაწილი ვერ ხედავს ახალი არჩევნების აუცილებლობას და რატომ ან სად არის მაშინ გამოსავალი მათი აზრით. მოკლედ რა იყო ბიზნესის მთავარი სათქმელი პრემიერთან გუშინდელ შეხვედრაზე, ამას რამდენიმე წუთში თავად ზურაბ ლალაზაშვილი მოგვიყვება, ვიდეოს მმართველი პარტნიორი, რომელიც წერტილის ღევანდელი სტუმარია, მაგრამ ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, მინდა ერთად მოვისმინოთ ოცნების პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის მიერ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება. აღსანიშნავია, რომ თავად ირაკლი კობახიძეს შეხვედრის შემდეგ არაფერი უთქვამს და პრესსამსახურის მიერ გავრცელებული რელიზით ძალიან მოკრძალებული იყო ოცნების პრემიერის ციტირებების გარეშე. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, გუშინ ისიც ირწმუნებოდა, რომ 2025 წლიდან გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება და საქართველოს პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს გაიუმჯობესებს. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თურმე ოცნებას არ გადაუხვებია ევროინტეგრაციის გზიდან, რაც არის უწყვეტ პროტესტში მონაწილე საზოგადოების მოთხოვნა, თურმე გზა და მეთოდია განსხვავებული და ვერ გავუგეთ მართლ პარტიას, ამიტომ ამას დიალოგი უშუალო. მე აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები და რა თქმა უნდა ჩემ შეფასებებში, აქედან გამომდინარე, მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ იგივე ბოლოდან რო დავიწყოთ მაგალითად სანქცია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის ეკონომიკური პროცესებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისთვის, ზოგადად ქვეყნის რეპუტაციისთვის შემლახველი, სამწუხარო ფაქტია ეს ნამდვილად. თუმცა მე არათუ იმედი მაქვს, ფაქტიურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც მოგცემს საშუალებას იმის, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი ალბათ გზავნილი, მათ შორის სხვა ქვეყნებისთვისაც და აქედან გამომდინარე ზოგადად საერთაშორისო ასპარესზე ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება მოხდება ამ კუთხით. ეს რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი ასევე საინვესტიციო საზოგადოებისთვის და თქმა უნდა დადებით პროცესებს ველოდებით ჩვენ ეკონომიკაში, ან დადებით გავლენას მოახდენს მათ შორის ეკონომიკურ პროცესებზე. თეორიული შანსი არსებობს, რომ შესაძლოა ამ სიდან ამოიყვან მაგალითად იგივე ჩვენი შეფასება. თუ დამამთავრებინებთ ბოლოს სრულად გაგდა შემდეგ ხდება მანამდე რეპუტაციული ზიანი. არა, თქვენ არ დამასრულებინეთ, ხო? მე აბსოლუტურად მე მინდა რომ სრულად ამომწურავად გაგცეთ თქვენ კითხვაზე პასუხი. აქედან გამდგითხარით რომ გულწრფელი ვიქნები, გულწრფელი ვარ რომ ვამბობ რომ დღეს რა თქმა უნდა შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის დიალოგი, როგორც დღეს იყო მათ შორის ბიზნესთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
ყველაზე მეტად საზოგადოებას განსაკუთრებით ბიზნესს დღეს აწუხებს ქვეყნის პოტენციური იზოლაცია, რა თქმა უნდა, ამასაც გაეცემა პასუხი და ქვეყანას არ ექნება იზოლაციების რისკი, ესეც ლევან დავითაშვილმა თქვა. ბიზნესთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მედიასთან და იმედი გამოთქვა, რომ გამოწვევების მიუხედავად საქართველო კვლავ შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას 2025 წელს და არც პროგნოზის, ანუ 6%-ის გადახედვა მოუწევთ. ლევან დავითაშვილს გუშინ ასევე მოუწია იმის აღიარება, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო ეკონომიკის რამდენიმე სექტორი უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდა. მან გამოყო რიტეილ სექტორი და ასევე სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია. განსაკუთრებით თბილისში ვიცე-პრემიერის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს ჯგუფებს ხვდება და მსჯელობენ, როგორ შეიძლება დაეხმარონ. ანუ პრობლემა თავად შექმნეს, თავად გამოიწვიეს პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც უკვე მოჰყვა ეკონომიკაში დანაკარგები და ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ ისევ ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულით დაეხმარონ თავიანთი პოლიტიკით და ქმედებებით დაზარალებულ კერძო სექტორს. თითქოს არც იმის დანახმა უნდათ, რომ თუ მალე არ დასრულდა პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნება, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტს. გრძელდება პარტნიორების მიერ ურთიერთობების გადახედვა და შესაბამისად ფინანსური დახმარებების შეჩერება. მაგალითად, საქართველოს ევროკავშირისგან ვერ მიიღებს წელს 21 მილიონის გრანტს, რომელიც დეკემბერში უნდა ჩამორიცხულიყო. ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ გერმანიამ საქართველოსთან 227 მილიონი ევროს პროექტები შეაჩერა. შევაჩერეთ ენერგეტიკის, ასევე ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. დარჩა სამოქალაქო საზოგადოების და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამები, დაწერა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გუშინ პლატფორმა X-ზე.